2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აგვისტოს ომის შედეგად დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის საკითხს განიხილავენ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. ამ წუთებში უსმენენ ნონა ყაულაშვილს, დილიდან კი ისაუბრეს სიმონ გასვიანმა და თორნიკე გველესიანმა. მანანა დევაძე საკანონმდებლო ორგანოდან გვერდება. ახლა ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მანანა, გისმენთ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ ხდომაზე სიმონ გასვიანმა და თორნიკე გველესიანმა კოდორის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ განვითარებული მოვლენები ქრონოლოგიურად გაიხსენეს. თორნიკე გველესიანის განცხადებით, აგვისტოს ომის პერიოდში კოდორის ხეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტულად სოსო ქარჩაიძე კურირებდა და მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ევაკუაციის საჭიროება არ იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა. თუმცა მისი თქმით 2008 წლის 10 აგვისტოს კოდორის ხეობიდან ქართული ჯარი გაიქცა და მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შესაბამის თანამდებობის პირებს არ გაუფრთხილებიათ, როგორც ისინი ამბობენ. კოდორის ხეობის მცხოვრებლები მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გააფრთხილა იმდროინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და მან ეს ინფორმაცია ადგილობრივებს ტელეფონის საშუალებით მიაწოდა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა კოდორის ხეობა ღამით საკუთარი ძალებით დატოვეს და მას შემდეგ, რაც გაეროს წარმომადგენლებმა კოდორის ხეობა დატოვეს, დაიწყო კოდორის ხეობის შემოგარენის დაბომბვა და მოხდა ამ ტერიტორიის ოკუპაცია. დღევანდელ ხდომაზე გამოკითხულმა პირებმა ასევე ისაუბრეს 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, მოსახლეობის განიარაღებაზე და იმ დროინდელ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან საუბრის დეტალებზე. როგორც თორნიკე გველესიანი აცხადებს, 2006 წელს განვითარებულ მოვლენებს კოდორის ხეობაში მისი მამიდის სიცოცხლე შეეწირა. ამ ფაქტის შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, არავის დაინდობდნენ. დღევანდელ ხდომაზე საუბარი შეეხო ასევე 2007 წელს კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტს. გამოკითხული პირები, ესე თქმით, კოდორის ხეობა ომამდე 1 წლით ადრე წინა ხელისუფლებამ დაბომბა და ისინი ამ ფაქტს კონკრეტულად ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირებენ. ჯერ მოდიოდა ჯარი და მერე მოსახლეობა. ჩვენი გამოვიდით 11 აგვისტოს ქიდან. მაგრამ ჯარი მოდიოდა წინ და მოსახლეობა უკან მოყვებოდა და არა პირიქით, ეს როდის მოხდა? 11-შივე? 10-ში უკვე ჯარი გამოვიდა. ისინი გაიქცნენ, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ ყველაფერი არ გადაარის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. არანაირი მანდ ის პირობა რომ თქვენ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობს. ჯარი გეუბნებოდათ ამას? ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები მაღალჩინოსნები. ცოტა წაპერესტრელკება იქნებაო, ცოტა წაომება იქნება და მე ყველაფერი დალაგებულია და შევდივართო რა. და იქ რო დაიწყო ცხინვალში ამბები. აი მაშინ კიდევ უფრო გვეუბნებენ, აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული, თქვენ კიდე არ გიჟერათო. ეხლა მე ჩავდივართ უკვე სოხუმში. ეს ხდება 8-ში 9-ში. 8-ში 9-ში. ეს საუბრები. კი ბატონო. ზარი განხორციელდა ძულუკიძეებთან და უთხრეს, რომ არის ძალიან საეჭვო ვითარება კოდორის ხეობაში, შეიძლება დაიწყოს დაბომბვაც და მოსახლეობამ დატოვეთ იქაურობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი საფრთხე არის, რომ დაიწყოს დაბომბვა ნებისმიერ წუთს. ზარი განახორციელა მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ბატონმა სოზარ სუბარმა. გაეროს წარმომადგენლებმა უკვე მიხვდნენ, რომ ჩვენ ინფორმაცია გქონდა ამ ომზე და გვითხრეს, რომ არ უთქვიათ ის, რომ აი დატოვეთ ხეობა, ან რაღაცა 3 საათი ვიქნებითო ჩვენ აქ. 3 საათი. 3 საათი არ დაიბომბებაო ხეობა. აი მერე რა მოხდება ჩვენი წასვლის მერეო უკვე მაგას ვერ გეტყვითო. დავიწყეთ გამოსვლა და თურმე ამ დროს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნაყოფები უკვე მოხსნილები არიან. და გადიან. დაბომბები როგორც კი გაეროს წარმომადგენლებს წავიდნენ, 9-ში ღამით უკვე დაიწყო დაბომბები. ღამით რა იბომბებოდა? საცხოვრებელი სახლები, პოზიციები თუ რა? არც ერთი არ დაიბომბა. არც ერთი საცხოვრებელი სახლი ურტყავდნენ კოდორის ხეობის შემოგარენს. იბომბებოდა, ოღონდ ტყეებს ბომბავდნენ. თქვენ თქვით, რომ ჩაუვარდა ხელისუფლებას ოპერაცია, რომ ჩვენიანად გადაეცათ ოკუპანტის სახელმწიფოსთვის კოდორის ხეობაო.
რას გულისხმობდით, რა ოპერაცია იყო? თქვენ თქვით რომ ეს განზრახ ხდებოდა? ბატონო, როგორც სახალხო დამცველმა განახორციელა ზარი, ხო შეიძლება რომ იქ ვიყავით, იქ ზარით მივიღეთ ინფორმაცია, რომ შემოსულიყო ერთი ადამიანი იქ დაკრძალვაზე, სადაც 80% ვიყავით ხეობის და ითქვა რომ დაიცალეთ. ხედავდით როგორ ეყარა იარაღი უკვე აჟარაშიც, გენწვისშიც, საკენშიც. დაუტოვეს ოკუპანტს. ყველაფერი და ხალხს არ გამოაყენებინეს. არათუ ევაკუაციაში არ შეგიწყეს ხელი. თქვენი ძალებით რო გამოდიოდით, იმაშიც ხელს გიშლიდეთ. კი ბატონო, ხელს გვიშლიდან. ეთოცეული კი ბატონო, აგრესიული იყო, მაგრამ თვითონ იქაც ხეობაშიც ხელს გვიშლიდან. ოპერაცია რო დაიწყო კოდორში, ესე ეძახდნენ კოდორის ხეობის განთავისუფლებას. მაშინ დაიწყეს სახლების დაბომბვა. გააწყეს მამიდა ჩემს 2006-ში და ეზოში დასხრილდეს რუსიკო გერლიანი. დეშიკით იყო დასხრილი ოპერაციის დროს, რასაც თქვეს რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო არაუშავსო. პირდადად უქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა რომ აბა რა გეგონა თუ თქვენ. მინისტრს ერთ მხარეს იარაღი ქონდა, მეორე მხარეს დანა. აიღო ეს დანა და სიანახა, ძალიან დიდი დანა იყო. და აი ამ დანით გამოკრითო ყელს დავიწყებო ეს თან შენობით მიმართა შენით დავიწყებო და ქალს ბავშვს მოხუს არავის არ დავინდობო ოქრუაშვილი ამბობს ოქრუაშვილი მინისტრი პირდადად ოქრუაშვილი სხვა არ ყო და გამოგჭრით ყველას ყელსო აი თუ პატარა წინააღმდეგობა იქნებაო მამედა ჩემის შვილი გენორ გუგუსიანი 16 წლიდან იბრძოდა აფხაზეთში 16 წლიდან და დაკარგა ფეხი აფხაზეთში გმირი შვილის დედა საკუთარი სახლის კიბეებზე ჩასხრილეს და გითხრეს რომ ეს გათვალისწინებულია სამხელო ოპერაციების დროსო თქვენ მადლობა გითხარითო რომ 10 და 20 ესეთი ფაქტი არ მოხდავა თორე თქვენ სადაც მაშინ არველაძე იყო იმედზე რომ გამოვიდა კოდორის ხეობა სადაც მიწაუდგა ის მიწაუნდა დაიწვესო ეს იყო მიზანმიმართული ოპერაცია იქ შემოსულა ამასი ხეობაში რომელსაც ჩვენ 15 წელი ვიცავდით დიდიან პატარიანად არა აქვს მნიშვნელობა იარაღი ეჭირა ადამიანს იქ დასაცავად ხეობაში მყოფი ყველა იყო მეომარი ამას ყველაფერს შემძღვანელობდა კვიციანი რა თქმა უნდა მაგის მეთაურობით იყო ეს შენახული და ახლა შემოვიდნენ და რო შემოვიდნენ პირველად კი გვეგონა რომ რაღაცა კარგი რაღაცა აღშენებლობა დაიწყეს გზების ყველაფრის მაგრამ საბოლოოდ დაუტოვეს ყველაფერი იმას კარჩაიძე იყო რომელიც განაგებდა ხეობაში მთლიანად რა გვარი ბატონო სიმონ სოსო კარჩაიძე სოსო კარჩაიძე რომელიც გეუბნებოდათ პირადად ბატონი სოსო კარჩაიძე გეუბნებოდათ რომ არაფერი არ მოხდება შევეკითხე ევაკუაციის გეგმა თუ გაქვს მეთქი ბატონო სოსო გაეცინა და შენ საზღვარს მიხედავ და ჩვენ ევაკუაციის გეგმა გვაქვს თუ არა ის არ არის შენი საქმე. 6 წლის მერე თბილისში პეპელაზე ვნახე პარადისი ბარებდა თუ რაღაცა იმას. რასი ბარებდა? ჯარისკაცებს ამზადებდა ალუმინისთვის. თქვენ თვლით ისევე როგორც ბატონი თორნიკე რომ სააკაშვილმა დაბომბვა საკუთარი მოსახლეობა ამას ამბობთ? ამას წინ არაფერი არ უთქი. რამდენად გაზიარებულია ხეობაში ეს აზრი? სრულად. ნუ ესენი აკეთებდნენ იმის იმიტირებას რომ ესენი თვითონ რუსები არიანო და სხვა მე არ ამგონია ხეობაში რამდენად ეს ხომ არ არის ორი კაცის აზრი თუ ვისი აზრია ეს ბატონო თორნიკე? მთელი ხეობის აზრი ეს არის. რომ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა არაერთხელ და ბოლოს ჩააბარა. რა თქმა უნდა, ამას რისაა და ბოლოს ჩააბარა ხეობა, ამას ჩააბარა. ამ წუთებში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ცხინვალის რეგიონიდან გევნეს ნონა ყაულაშვილს ონლაინ რეჟიმში უსმენენ. მადლობა მანენა დევაძე იყო პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში.